90-იანი წლების ასე ვთქვათ რაც ეპიზოდებიც ზუსტად აი ამის გადამღერება არის მაგალითად მას შემდეგ რაც 1991 წელს კანონიერად არჩეული ხელისუფლება დაამხეს ასე ვთქვათ რუსული გავლენის ძალებმა, რომელთაც პირდაპირ ასე ვთქვათ ხარს უჭერდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის, ზუსტად აი ამ გაზეთებშიც, რომელიც მაშინ გამოდიოდა რომ ჩაიხედო, ზუსტად იგივე მესიჯებს ატრიალებენ, პირიქით მსხვერპლი გამოყავთ დამნაშავედ, მსხვერპლი გამოყავთ ომის დამწყებად და ომის გამჩაღებლად და თვითონ არიან ასე ვთქვათ მშვიდობის ასე ვთქვათ ამკვიდრებლები, მშვიდობის წრედები და ეს ასე ვთქვათ საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ რაც ასე ვთქვათ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ძალიან მასშტაბური ომი თავისი ასე ვთქვათ მასშტაბებით დასრულდა და საქართველო გადარჩა მაშინ, მაგრამ ჩაირთო ამავდროულად ეს ძალიან გამოცდილი ბრუტალური პროპაგანდის მანქანა, რომელიც აი ომის დასრულებიდან ძალიან მცირე ხანში იწყებს ისევ იმ პროპაგანდას, რომ ომი საქართველომ დაიწყო.